პირადი მეშვიდე წელი. მართველი პლანეტა კეტუ. ტრანსფორმაციის და კრიზისის წელიწადი. აუცილებელია ცნობიერის განვითარებაზე მუშაობა. პოზიტიურ ფსიქოემოციურ მდგომარეობაში მოხდება გააზრებული ტრანსფორმაცია, რაც საშუალებას მოგცემთ გადახვიდეთ განვითარების ახალ საფეხურზე და გქონდეთ გაასმაგებული ზრდა. ნეგატიურ ფსიქოემოციურ მდგომარეობაში კი ადამიანის ქცევა იქნება მოკლებული ყველანაირ ლოგიკას, რასაც მივყავართ კრიზისამდე. ამ წელიწადს ხდება წინა წლების საქციელების მიხედვით ტრანსფორმაცია. ამ წელიწადს ადამიანი აგებს პასუხს წინა წლების საქციელზე. არ არის რეკომენდირებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება და გეგმების გაწერა. რეკომენდირებულია იოგა, დაგეხმარებათ შიშის მოხსნაში და ემოციების მართვაში. არ არის რეკომენდირებული ოპერაციების გაკეთება. შესაძლებელია იყოს მცდარი დიაგნოზი, თუ არ არის სამედიცინო აუცილებლობა. რეკომენდაციაა კომფორტის ზონიდან გამოსვლა, სიარული, იოგა, მედიტაცია, სხეულის და გონების დისციპლინა, აუცილებელია კვების და ძილის რეჟიმის მოწესრიგება. საჭიროა ფულის შენარჩუნება. არ არის რეკომენდირებული უძრავი ქონების გაყიდვა, არის დანაკარგების რისკი. დავალებაა წელი გაიარო დისციპლინაში, გქონდეთ მიმღებლობა და მიხვიდეთ ტრანსფორმაციასთან ცოდნის საშუალებით.